გამარჯობა ჩემო გამომწერებო და ჩემო მეგობრებო. დავიწყე ახალი პროექტი. თბილისი. თვითონ პირზეც, ტარზე მეფეების გამოსახულებით პირზე თბილისის ასე რომ ვთქვა ტურისტული ობიექტების გამოსახულება. აქედან გამომდინარე ტარზე ამ შემთხვევაში ეს პირველი სერიაა. ცალმხარეს, ანუ მარცხენა მხარეს გორგასალის გამოსახულება დავიტანე. მარჯვენა მხარეს ფარნავაზის გამოსახულება დავიტანე. იქიდან გამომდინარე, რომ ვეფხისტყაოსნის თემატიკით დანების სერიები უკვე დასასრულისკენ მიდის. 4 სერიაა დარჩენილი. და თბილისის თემა მინდოდა ისტორიულ და ძველი ფორმაზე დამეტანა თბილისის თემაც, ასე რომ ვთქვათ რა. და იგივე ფორმა შევარჩიე, ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმებით, დეტალებით, ასე რომ ვთქვათ. თორემ ერთიანობაში ფორმა იგივეა. განსხვავებული ფორმებით და შევარჩიე ხანჯლის დეტალები რა. ქართული თბილისური ხანჯლის დეტალები. დეტალებში ვგულისხმობ აი ამ მოყვანილობებს. აქედან გამომდინარე და პირზე თვითონ ვაპირებ ცალმხარეს აი ესკიზის დონეზე, ჩანახატის დონეზე, უბრალოდ გუშინ გავაკეთე ნარიყალას ხედი. აქ მოცემულია ვიზუალიზაციის დონეზე, ანუ რაკურსის დონეზე მოცემულია, ფანქარში ცოტა ისი არ ჩანს, თან ვიდეოში მით უმეტეს. ვიზუალიზაციის დონეზე მაგალითად მოცემულია ხედი 9-10 წუთი, ანუ ნარიყალას უყურებს ხედი, ვინც სამხედროა და ვინც შესაბამის სამსახურებში მუშაობს, იმას კარგად ეცოდინება, რასაც გულისხმობ. 9-10 წუთია აქ ხედი და მეორე მხარეს თვითონ ნარიყალადან 11-ის 15 წუთზე ხედი დაიტანება მარჯვენა მხარეს, დანის პირზე რა. ასე ვაპირებ გაკეთებას, თქვენი აზრებით ძალიან მაინტერესებს, მეგობრებო. კიდე რისი დატანა შეიძლება, მაგალითად ვაპირებდი თიფლისის თემის გაკეთებას, მაგრამ შენდობას ვითხოვ, მაგრამ რო გადავხედე, თვითონ მაგ სერიალს მე ნაყურები არ ვარ, არ მეყურებია და მაგ იმას სერიალს რო გადავხედე, თითქოს აი რაღაც შაბლონური სახეებია და აი ხასიათი არ იგრძნობა რა. და ყოველთვის იმას ვამბობ, რომ დღევანდელი ყველა მაპატიოს შენდობას ვითხოვ ყველასთან, მაგრამ აი ცუდად ნასწავლი სცენარებია რა, ასე რომ ვთქვათ და როგორც მე პირადად ხელოვანი რაღაც დიდ უპირატესობას არ ვანიჭებ დღევანდელ მსახიობებს და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე თბილისის ხედები და ადამიანი რო შეხედავს ნამუშევარს, იცნობს, რომ ეს თბილისია და თბილისის ხედია და თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილებია და მომენტებია. აქედან გამომდინარე, დღეს საღამოდან ვაპირებ ჰაგერ პირი უკვე მზად არის. გამოყვანილია პირი. დასაკეთიდანაა, როგორც მოგახსენებათ.
და რა არის ჩემთვის მთავარი კიდევ. ვცდილობ რომ ქართული თემატიკა წამოვწიო ჩემ ნამუშევრებში რა. ხო და აი საქართველოს და ქართულს გავუსვა ხაზი და ქართული იყოს. ჩემთვის ეგ არის პრიორიტეტი რა. და აქედან გამომდინარე, იმიტომაც შევარჩიე თბილისის თემაზე ეს ფორმა თვითონ, რომ მოგეხსენებათ და ბევრი თქვენგანი ალბათ ვინც ნახავს ამ ვიდეოს და მეთანხმება, რომ თბილისის არქიტექტურაშიც და თბილისის განაშენიანებაშიც და ასე შემდეგ სხვადასხვა ევროპული და მათ შორის დაახლოებით 60-70% აზიური გავლენაა, ხო, თბილისის არქიტექტურაში და თბილისის, ასე რომ ვთქვათ, ურბანიზაციაში თავის დროზე. აქედან გამომდინარე, ბებუთის ფორმაც თვითონ გარკვეულწილად აზიური ფორმაა და ამიტომაც გადავწყვიტე აზიურ ფორმაზე გამეკეთებინა თბილისის თემა. მაგალითად შემეძლო სხვადასხვა დიზაინის გაკეთება, სხვადასხვა ფორმის გაკეთება, ვთქვათ, თვითონ მე მხატვარი გახლავართ, მხატვარი მოქანდაკე გახლავართ და პრობლემა არ არის ფორმების შექმნა და დიზაინების შექმნა, მაგრამ ეს მივიჩნიე ამ შემთხვევაში მართებულად, რომ აი ცოტა აზიური გავლენაა თვითონ ფორმაში, თვითონ ხანჯლის ფორმა, თვითონ მახვილის ფორმა ქართულია, კავკასიურია ყოველ შემთხვევაში და აი ეს აპრეხილი ცხვირი ცოტა აზიურის გავლენა არის და აქედან გამომდინარე აზიურ სტილზე უფრო მართებული იქნებოდა, მე ვიფიქრე აი თბილისის თემატიკის გავრცობა, ასე რომ ვთქვათ. ხო და რავი, თქვენი აზრიც მაინტერესებს და თქვენი აზრიც მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. იდეებს მივიღებ და შემდეგი სერიებისთვის გავითვალისწინებ და რა თქმა უნდა, ნამუშევარშიც ავსახავ. ვისაც აინტერესებს ყოველ შემთხვევაში და ვინც დაინტერესებულია ამ თემატიკით. ყველას მადლობას გიხდით. აი ესეთი გამოდის. აქ მარჯვენა მხარეს დაიტანება გორგასლის ძეგლი, კვარცხლბეგი, ხიდი, ნარიყალა და აი ამ ხედიდან განსხვავებით 9-10 წუთზე, უბრალოდ 11-15 წუთზე ხედით ნარიყალას ხედი დაიტანება მარცხენა მხარეს. ასე გადავწყვიტე დღეს და გუშინ ვამუშავებდი ამ თემატიკას. ხო და გრავირებაშიც დასამუშავებელი იყო უკვე დავამუშავე ეს იდეის დონეზე და უკვე ვიცი როგორც უნდა დავიწყო კვეთა და საიდან უნდა დავიწყო კვეთა და როგორ. მოგეხსენებათ მარტო მხოლოდ გრავირებას კვეთაში ვაკეთებ, ჭრაში ვაკეთებ გრავირებას და სხვა გრავირების გზა ჩემთვის ნულია, არ არსებობს. თუმცა არ ვაკნინებ არავის პროფესიას და არავის მიმდევრობას. ყველას თავისი ხაზი აქვს და ყველას თავისი მიმდევრობა აქვს. მე პირადად, ჩემთვის პირადად, ეს ელექტროლიტი და ასე შემდეგ მიუღებელია. და ელექტროლიტით არასოდეს არ გავაკეთებ გრავირებას. და კიდევ რა მინდა ვთქვა. აი მაგალითად პირის გეომეტრია. პირის ტარის და ფიქსატორის გეომეტრია. თავიდან რო იხაზება დასაკეთიდანა, ეხლა ფიქსატორი და ჩამკეტი მექანიზმი და ესენი ცალკე მიწვია. თან სამუშაო მაგიდაზე ცოტა არეულობა. ვაი ხელოსანთან მქონდა ესეთი დავა, რომ აი მაგალითად აი ამ შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში, მარტო ამ შემთხვევაში არა. მაქსიმალურად ცენტრი, ნახრეთის ცენტრი შეტანილია შიგნით. და რატო? პირი მაგალითად 13.5 სანტიმეტრია. მე რომ გამოვიტანო ეს ცენტრი აქეთ წინ რო წამოვწიო, მაგალითად პირის ზომა გაიზრდება, მაგრამ სიმყარის ხარჯზე გაიზრდება პირის ზომა. სიმყარის ხარჯზე რატო? როცა პირი წინ იწევს დაკეცვის მომენტში აი ეს ადგილი შედის ფიქსატორში. აქედან გამომდინარე, ფიქსატორი უნდა დავაწვრილო. ფიქსატორი რო უნდა დავაწვრილო, ყველაფერი აბსოლუტურად მოკლედ რო ვთქვა, ყველაფერი იკლებს ზომაში. და რისი გულისთვის? სიგრძეში რომ მოვიგო 3 მილიმეტრი. აქედან გამომდინარე, მე მირჩევნია 3 მილიმეტრით მოკლე იყოს თვითონ ნამუშევარი და ყარიც იყოს. და ჩემ მომხმარებლებს ესეთ სიტყვას ვეუბნები, რომ დანა უნდა იყოს პრაქტიკული და შრომაამტანი, ასე რომ ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობრებო, მირჩევნია, რომ 3 მილიმეტრით მოკლე იყოს პირი, ვიდრე შრომააუტანელი, ასე რომ ვთქვათ რა, გლეხურად. ესეთი გამოდის. აი ფიქსატორი. ფიქსატორი. ფიქსატორის ყელის სისქე. აი 7 მილიმეტრია მე მგონი. სათვალე დავიგო. აი ფიქსატორის ყელის სისქე. 6.5 მილიმეტრი. კბილის სისქე. რამდენია? 7.2. 8.2. და სიმაღლე. ხრა და 8. აი ეს მაგალითად როგორც მეუნებოდნენ ის რო გავითვალისწინო, ეს უნდა დამოკლდეს, ეს უნდა დავიწროვდეს სადღაც აი ეს 3.5 მილიმეტრი. განა რა ძალა ადგებაო? არაფერი ძალა არ ადგება, თუ შეინახავ და თუ უჯრაში ჩადებ. მაგრამ საქმეში რო დაგჭირდეს, უნდა გამოგადგეს. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა მეგობრებო, ყველას გილოცავთ ისე და ისე შობა ახალ წელს და თქვენი აზრით საინტერესო იქნება. დიდი მადლობა წინასწარ. დროებით მრავალ შობა ახალ წელს.